ტრადიციულ აჭარულ ოჯახებში ხვდება ოჯახის მუზეუმი. მოდით ვნახოთ ამ ოჯახის მუზეუმში რა დაგხვდება. აბა მოგვიყევით რა არის. ერთი საინტერესო უთო დენის გარეშე. აი, ჩაყრიდნენ ნაკვერჩხალს. დაკეტავდნენ და უთო წავიდა. კარაქის შესანახია, გვარდას ეძახდნენ ამას. ყველის შესანახი კასრი იყო ესეთი. ერთეულებს თუ შეეძლოთ ესეთების. ცნობილი გოდორი, პლებია რო რაქში აღარ ყოფილა შიგნით, მაგრამ ეს წკიმი მაინც შემორჩენილი ზედა. ირთვებოდა ძაფში. ბებია ჩემი დაიჭერდა ხოლმე ამას კვირის თავს ეძახდნენ. მატლს ჯერ ჩეჩავდნენ, აი ეს არის საჩიჩე. აი ამაზე სპეციალურად ფაფუკდებოდა მატლი. შემდეგ უკვე ართავდნენ ეხვეოდა ზედ ეს ძაფი და გვიქვსოვდნენ წინდებს. ეს ვარია გამოიყენება არაქის მისაღებად. ან მაწოს, ან კაიმახს ჩაასხავდნენ ესე ჰორიზონტალურად ორი თოკით ჩამოიყიდებოდა და დღვევდნენ. მიქსერის თემა. ეს არის აჭარული ტრადიციული 60 სხვათა შორის აი ის ლაშას ბაბუის ნაქონია. არის ალბათ 70-80 წლის. ბათუმური ყავისთვის. ჯეზვე. ეს ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი. დალე? ჩიხა. ვაიმე ჩიხა. განსხვავებული.